ეს საკითხი და მესამე საკითხი თქვენ დაგერიგდათ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ანგარიში ინგლისურ ენაზე თარგმანი კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თითოეულ წევრს ამ მოცულობითი სამუშაოსთვის თარგმანში 300 გვერდზე მეტი არის დოკუმენტი, სადაც აღწერილი არის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულები, თუ როგორ შეიქმნა და როგორ მუშაობდა წამების სისტემა ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი, თუ როგორი ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდში, თუ როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი პარტია ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში, თუ როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში. ყველა ეს თითოეული ეს პოლიტიკური თუ სისხლისამართლებრივი დანაშაული დეტალურად აღწერილია ამ დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, გადაეცემა ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, იმისთვის, რომ საბოლოოდ მათ შორის ვინც დღემდე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხარდამჭერები არიან, იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ, დღემდე ევროპის სახალხო პარტია არ აძევებს საკუთარი რიგებიდან ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიები სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან და დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედს და იდეოლოგს მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითაც უპირველეს ყოვლისა ჩtildeს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთის როგორც ღირებულებების წარმომადგენელს და ამიტომ ყველა ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანებამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველა მიცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რის რეინკარნაციასაც ახლა როგორც ხედავთ ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები.